არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ პირების წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე საუბრობს. სპეციალური კვლევის დასრულების შემდეგ ფონდი ღია საზოგადოება მთავარ პრობლემად სახელმწიფო პროგრამების გარშემო ინფორმირების დაბალ დონეს ასახელებს. გამოწვევად რჩება ადაპტირებული გარემო შექმნა და სერვისების ხელმისაწვდომობაც. სირთულეების დასაძლევად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ბროშურები დაურიგდებათ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას მათთვის განკუთვნილი სერვისების შესახებ. მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ფონდმა ღია საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო სოციალური პროგრამების აღწერა მოახდინა და საინფორმაციო ბროშურების სახით გამოსცა. კვლევა 2016 წლის მონაცემებით ჩატარდა და ჯანდაცვის საგანმანათლებლო და მუნიციპალური მომსახურების პროგრამები მოიცვა. რა სერვისებიც არსებობს იმასთან დაკავშირებით უმრავლეს შემთხვევაში და განსაკუთრებით რეგიონებში, თუმცა თბილისიც არ არის დაუშვათ ისე მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს თბილისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ მათი ინფორმირება მოხდეს და ეს ბუკლეტებიც ამას ემსახურება, რომ მათ მიიღონ ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელიც არსებობს. კვლევამ კიდევ ერთი პრობლემა გამოკვეთა. არსებული პროგრამები საკმარისი არ არის და სრულიად ვერ მოიცავს შშმ პირების საჭიროებებს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რეგიონებში. სახელმწიფოს მხრიდან იფარება გარკვეული სერვისები, მაგრამ ეს არის ფრაგმენტული, სრულად არ ფარავს რიგ სერვისებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ძირითადად კონცენტრაცია ამ სერვისების არის თბილისში და არ მოიცავს რეგიონებში. შესაბამისად, ამ პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ცოტა რთულად ხელმისაწვდომია სხვადასხვა რიგი სერვისების. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ამბობენ, რომ მათთვის საქართველოში ცხოვრება რთულია. გარემო ადაპტირებული არ არის მათ შესაძლებლობებზე და ხშირად არც სპეციალურ სერვისებზე მიუწვდებათ ხელი. უნივერსალური ურბანული გარემოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები. მოგეხსენებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დღეს ჯერ კიდევ იმყოფებიან ესე ვთქვათ იზოლირებულ მდგომარეობაში. მათ ჩვენ უბრალოდ ყველაზე ნაკლებად მიგვიწვდება ხელი ინფორმაციაზე და შესაბამისად იმ არსებულ სერვისებზეც, რომელსაც დღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სახელმწიფო პროგრამებით ფინანსდება თუ მუნიციპალურით. საკმაოდ რთულ ვითარებაში არიან არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, არამედ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემები, ან უბრალოდ არ აქვთ პრობლემები, მაგრამ უჭირთ გადაადგილება, მაგალითად დედები, რომლებსაც ჰყავთ 7 წლიანი ბავშვები. ყველა ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი გარემო ინფრასტრუქტურულად, ამაში იგულისხმება საზოგადო ტრანსპორტი და არა მხოლოდ. საქართველო 2014 წლიდან შეუერთდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციას, თუმცა შესაბამისი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის იმპლემენტაციის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.